ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამსობელში, ჭიაურში, ჩადონიაში და მსხალგორში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მსხალგორისა და ჩადონიანის სააღმზრდელო დაწესებულებები 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ჭიაურისა კი 75 ბავშვზე. საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა 2021 წლიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რისთვისაც 21.790.973 ლარი დაიხარჯა. ეს ვიმყოფებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც ერთდროულად 3 ახალი საბავშვო ბაღი იხსნება. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან რთულია გადმოსცეს ემოციები, რაც აქ მშობლებში და მასწავლებლებში ვნახეთ. თუმცა მინდა უფრო მსხვილი სტატისტიკა მოგახსენოთ, რომ წელს მიმდინარეობს 165 ბაღის მშენებლობა. ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი რეგიონალური მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებენ ერთდროულად 165 ობიექტის მშენებლობა რეაბილიტაციას. აქედან 84 ბაღი 2025 წელსვე ჩაბარდება, გადაეცემა მუნიციპალიტეტებს ექსპლუატაციისთვის. თუმცა ეს არ არის მარტო წლევანდელი და მომავალი წლის გეგმები. უკვე მიდის მუშაობა დაახლოებით 100 ერთეულ ობიექტზე, რომელიც მომავალში უნდა გამოცხადდეს და ეს პროცესი პრინციპში გაგრძელდება რა ყოველწლიურად, ვიდრე ყველა ბაღი საქართველოს მასშტაბით არ იქნება იმ შესაბამის სტანდარტებში, რაც საჭირო არის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს დღეს შეემატა 3 ახალი სააღმრძლო დაწესებულება სხვადასხვა სოფლებში 75-ზე და 50-50 ბავშვი გათვლილი საბავშვო ბაღები. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი რჩება, რომ ჩვენი პატარებისათვის, აღსაზრდელებისათვის შექმნილი იყოს კომფორტული გარემო სწავლისა და განათლებისათვის. 2021 წლიდან დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 12 ახალი საბავშვო ბაღი აღშენდა, რომლის საერთო ჯამური ღირებულება 21 მილიონ ლარს აღემატება. ერთი ბავშვი დამყავს საბავშვო ბაღში. აქამდე დავდიოდით სხვა სოფელში გვემსახურებოდა ტრანსპორტი, მაგრამ არ იყო ყველაფერი ისეთი უსაფრთხო, როგორც გვინდოდა მშობლებს. ამჟამად მივდივართ ახალ აშენებულ თანამედროვე სტანდარტებით ყველანაირად გამართულ საბავშვო ბაღში. ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო, ლამაზ და არასთავარია კეთილმოწყობილ და ბედნიერები ვართ, რომ იხსნება ჩვენ სოფელში ახალი საბავშვო ბაღი.